მოგესალმებით. აბა, ერთი წამი დაფიქრდით, როგორი იქნებოდა ბავშვობა, რომელიც ორ სრულიად, რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში გაატარეთ. ერთგან სოფლის სრული თავისუფლება და ბუნებასთან სიახლოვე. მეორეგან კი დიდგვაროვნების სასახლე, თავისი მკაცრი წესებით და ცოტა არ იყოს ქაოსით. ხო და სწორედ ასეთ ორმაგ ცხოვრებაზე გვიყვება აკაკი წერეთელი თავის გენიალურ ავტობიოგრაფიაში. ჩემი თავგადასავალი. მოდით ჩავყვეთ ამ ამბავს და ვნახოთ, რა ხდებოდა. მაგრამ იცით, სანამ ამ ორ სამყაროს გავიცნობდეთ, ისტორია ერთი ძალიან უცნაური შემთხვევით იწყება. შუღლი, რომელიც ჩვილი ბავშვის სიცილმა გამოიწვია. ხო, არ მოგესმათ, სიცილმა. ეს ერთი შეხედვით პატარა ამბავი სინამდვილეში მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების ძალიან ღრმა და საინტერესო წეს-ჩვეულებებსა და დაძაბულობას გვიჩვენებს. იმისთვის, რომ თავისი ცხოვრების არსი უკეთ გაგვაგებინოს, წერეთელი თავიდანვე ბუნებას მიმართავს და მთელი თხრობისთვის ერთ უძლიერეს მეტაფორას იყენებს. ის ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება ძალიან ჰგავს მდინარის გზას. ხომ გინახავთ? ჯერ პატარა ნაკადულივით იწყება, მერე იზრდება, ხმაურიან მოჩქეფარე ღელედ იქცევა, ბოლოს კი, სანამ ზღვას შეუერთდება, დიდებული და წყნარი ხდება. აი, ასეთივეა ადამიანიც. ხო და თავად ავტორის მოგზაურობა, მისი მდინარის სათავე, დიდგვაროვანთა სასახლეში კი არა, უბრალო სოფელში იწყება. და ამის მიზეზი ერთი უძველესი ქართული ტრადიციაა. ამ ტრადიციას ძიძაობა ერქვა. იცით, ეს უბრალოდ წესი კი არ იყო, არამედ ძალიან ჭკვიანური სოციალური მექანიზმი. იდეა ის იყო, რომ ამ გზით შექმნილიყო კავშირი, რომელიც სისხლით ნათესაობაზე ძლიერიც კი იქნებოდა. ანუ, ეს ამყარებდა ერთგულებას დიდგვაროვნებსა და უბრალო ხალხს შორის. თავად აკაკისთვის ეს არ იყო უბრალოდ წეს-ჩვეულება. მისთვის ეს იყო ხასიათის ფუნდამენტი, ნამდვილი კურთხევა, რომელმაც ის მიწასთან, ბუნებასთან და უბრალო ადამიანებთან სამუდამოდ დააკავშირა. სოფელში მისი განათლება წიგნებით კი არა, საქმით მოდიოდა. პირდაპირ პრაქტიკულად სწავლობდა საქონილის მოვლას, პურის ცხობას, ხვნათესვას, ანუ ცხოვრების ნამდვილ რიტმს ეცნობოდა. ეს კი თავისთავად თავდაჯერებულობას და უამრავ საჭირო უნარს სცემდა. ის ძალიან მძაფრად და ემოციურად ადარებს ერთმანეთს სოფელში და ქალაქში გაზრდილ ბავშვებს. ამბობს, რომ სოფლელი ბავშვი ბუნებრივია თავისუფალი როგორც შველი, ქალაქელი კი ხელოვნურ შეზღუდულ გარემოში იზრდება და მჭიდროდ შეფუთულ მუმიას ემსგავსება. საინტერესოა, რომ ბავშვების თამაშებსაც კი უფრო ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, თამაში ქორობია, სადაც ქორი ცდილობს მზრუნველ კრუხს წიწილები წაართვას. მოგვიანებით, აკაკი ამას საქართველოს ბედის მეტაფორად ხედავდა, რომელიც მუდმივად იგერიებდა მტრების შემოსევებს. და ერთ დღეს ეს თამაში საშინლად რეალური ხდება. თამაშის შემდეგ ძიძა გულში იკრავს პატარა აკაკის და ტირის, რადგან იცის, რომ მას, მის წიწილას, მალე ნამდვილად წაართმევენ და ამ სოფლიდან სამუდამოდ წაიყვანენ. და მართლაც, მეორე დღეს ასეც ხდება. წარმოიდგინეთ სოფლის თავისუფლებიდან პირდაპირ დიდებულ არისტოკრატულ სასახლეში მოხვედრა. ეს იყო სრულიად სხვა სამყარო, სავსე უცნაური წესებით, აურზაურით და რაღაცნაირი ქაოტური ენერგიით. ეს ქაოსი ყველაზე კარგად ოჯახურ სადილზე ჩანს, რომელიც მთელი კომედიაა. ჯერ მორყეულ მაგიდას ამაგრებენ, მერე მშიერ ძაღლებს დასდევენ მაგიდის ქვეშ, ამასობაში მამამისი მოუთმენლობისგან სუფრის კურთხევასაც არ ელოდება. მოკლედ, სრული აურზაურია. და ამ სამყაროს ცენტრში დგანან მისი მშობლები. ორი ადამიანი, რომლებსაც ცხოვრებაზე სრულიად დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. დედამისი არის წესრიგის და დისციპლინის განსახიერება. შრომის მოყვარე, განათლებული ქალი, რომელიც მთელ მამულს რკინის ხელით მართავს. მამამისი კი, პირიქით, მისთვის შრომა სასჯელია, უსაქმურობა კი ნეტარება. სრულიად იმპულსური, მაგრამ ამავე დროს საოცრად გულუხვი კაცია. დედას მიაჩნდა, რომ პატივისცემის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო დისტანციის დაცვა. ამიტომაც თავის ბუნებრივ თანაგრძნობასა და სიკეთეს ამ გარეგნული სიმკაცრის მიღმა მალავდა. მამა კი სულ სხვა იყო. ის თავისი წუთიერი სურვილებით ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, იმდენად მოუთმენლად ელოდა სადილს, რომ კედლის საათს ეჩხუბებოდა, რატომ არ რეკავს 12-სო. ის იყო ხაოსი, დედა კი წესრიგი. ხო და სწორედ ეს ორი სამყარო, სოფლის უშუალო თავისუფლება და სასახლის მოწესრიგებული ქაოსი, გახდა ის ორი ძალა, რომელმაც აკაკი წერეთელი ჩამოაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ის იყო. შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა მას სული მისცა. ბუნების სიყვარული, ადამიანების თანაგრძნობა და საკუთარი თავის პოვნის საშუალება.
სასახლემ კი დაანახა ის რთული და წინააღმდეგობრივი საზოგადოება, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. საბოლოოდ, წერეთლის ეს ისტორია ერთ ძალიან დიდ და მარადიულ კითხვას გვიტოვებს. რა არის ადამიანისთვის უკეთესი? ბუნების თავისუფლებაში გაზრდა, თუ საზოგადოების მკაცრ, მაგრამ მოწესრიგებულ ჩარჩოებში? ალბათ ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს და თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა ვიფიქროთ ამაზე.